მოგესალმებით. სტუდია მონიტორის დღევანდელი რეპორტაჟი ნანა ბიგანიშვილმა და ქეთი გიგაშვილმა მოამზადეს. მილიონი ხე საქართველოს დედაქალაქში დავით ნარმანიას წინასაარჩევნო დაპირებაა. მერიამ პროექტზე უკვე 2 მილიონი ლარი დახარჯა და 9 მილიონი ხე დარგო. აქედან 400.000 თბილისის ზღვაზე, ხოლო 50.000 ქალაქში. ნერგების ნაწილი გახმა, რადგან მათი მორწყვა გათვალისწინებული არ ყოფილა. ექსპერტები ამბობენ, რომ მილიონი ხის პროექტით ქალაქში ეკოლოგია არ გაუმჯობესებულა. ჩვენ ვიზრუნებთ ქალაქის ეკოლოგიაზე, ტყის აღდგენასა და რეკრეაციული ზონების გაფართოებაზე. ჩვენ დედაქალაქში დავრგავთ და გავახარებთ 1 მილიონამდე ხეს. ამ განცხადებიდან მცირე ხანში დავით ნარმანია თბილისის მერი გახდა. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მან წინასაარჩევნო დაპირების შესრულება, ხეების დარგვა მართლაც დაიწყო. დღეისათვის თითქმის 2 წლის შემდეგ დედაქალაქის მერის განცხადებით თბილისში 9 მილიონი ხე უკვე დაირგო. ეს კადრები მონიტორის გადამღებმა ჯგუფმა თბილისის სხვადასხვა უბანში გადაიღო. აქ ამ ტერიტორიაზე თბილისის მერიის მონაცემებით 1000-ობით ხე უკვე დაირგო. დავით ნარმანიას განცხადების დასადასტურებლად თბილისის მერიამ დარგული ხეების ზუსტი მისამართები რუკის სახით გამოაქვეყნა. რუკაზე 253 პუნქტია დატანილი ხეების ზუსტი რაოდენობის მითითებით. გლდანის ნაგავსაყრელზე მერიის განცხადებით 3423 ხე უკვე დაირგო, თუმცა ადგილზე მისულებს ნარგავებთან ერთად პირუტყვიც მრავლად დაგხვდა. ტერიტორია ერთი შეხედვით თითქოს შეღობილია, თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ ღობე დაზიანებულია და პირუტყვისთვის ნარგავებში შესვლა პრობლემა არ უნდა ყოფილიყო, რაც ამ კადრებიდანაც დასტურდება. აქვე დარგული ხეების ნაწილი გამხმარია. საძოვრებია ფაქტიურად, სადაც უბრალოდ თვალში ნაცრის შესაყრელად და ვიდეო კამერების სანახებლად მოდიან ნიჩბებით და იღებენ ფოტოებს, რა კარგად რგავენ მილიონ ხეს. შედეგი სახეზეა, მთელ მსოფლიოში არის პროგრამა მილიონი ხე. უბრალოდ ძალიან ბევრ ქვეყანაში, რაც სულ არ ნიშნავს მართლა მილიონს, ეს არის ფორმალური მილიონი და იქ არ არიან ორიენტირებული იმაზე, რომ ნამდვილად მილიონი ორმო ამოიღონ და რაღაცა ფიჩხი ჩაარჭონ. და ჩვენმა მთავრობამ გადაწყვიტა ბუკვალურად ოღონ ეს მილიონი რაღაცა გააკეთონ და სინამდვილეში აეხავთ გევართ თვალსაჩინო მაგალითში თუ როგორ ტყუილა იხარჯება ჩვენი ბიუჯეტი. მილიონი ხის პროექტი მსოფლიოს დიდ ქალაქებში მართლაც წარმატებით ხორციელდება. ჯანსაღ გარემოსა და ეკოლოგიაზე ზრუნვის ეგიდით დაწყებული კამპანია ნიუ-იორკში, ლონდონში, შანხაიში, ლოს-ანჯელესში და სხვა ქალაქებში ბოლო 10 წლეულია უკვე მიმდინარეობს და საშუალოდ 5-დან 10 წელზეა გათვლილი. ზემოთ ჩამოთვლილი ქალაქებისაგან განსხვავებით თბილისში 9 მილიონი ხე წელიწად 9-ში დაირგო. უბრალოდ რიცხვი იქნა, რომელიც ლამაზად ჟღერს გამოითქვა და ამის მიხედვით მე მოერგო მთლიანად ეკოლოგიის და გამწვანების სამსახური ამ წინასაარჩევნო დაპირებას. რეალურად ეს რომ ყოფილიყო დაპირება, რომ მილიონი ხე თბილისში დაერგვება არა მხოლოდ კონკრეტული მერის ერთ საარჩევნო ვადაშარებად სიტყვაზე მომდევნო 2 ან 3-10 წლეულის მანძილზე, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა მეტნაკლებად რეალისტური მიზანი. შემდეგი ადგილი, სადაც მერიის რუკის მიხედვით 73720 ხე დაირგო, თბილისის დენდროლოგიური პარკია. პარტიზანული მებაღეობის წარმომადგენელი ნატა ფერაძე დარგული ხეების ხარისხს ადგილზე ამოწმებს. აი სამწუხაროდ არანაირი მეც ის არა აქვს აღებული ხეს და ეს ხე არის ხმელი და ამას არა აქვს გახარების, ასე შეგვიძლია გადაამტვრიო მთლიანი. ნებისმიერ ხეს, რომელსაც ის დაადებ, შეგვიძლია მივიდა და საუბედუროდ ყველა ესეთი ხმელია და საერთოდ არანაირი ნიშანწყალს არ იძლევა სიცოცხლის. აბსოლუტურად ხმელია. ეს ხე არის ზეხმელი და გახარების შანსი არა აქვს, არანაირი აბსოლუტურად ხმელია. და აგერ შემდეგი ხე საერთოდ ერთი ციცქნა არის და ესეც გამხმარია.
აი აბსოლუტურად ტკიცინით წყდება ჯოხი და ეს არ არის ენერგიის ხარისხი, რომელიც უნდა ირგვებოდეს, ხო? არც ქალაქში, არც არსად. ეს არის გადასაყრელი ენერგები, ზედეტყობა უკვე ხავს და ობმოდებული, ტყეში ამოხშირული. გასულ საუკუნეში დენდროლოგიურ პარკში, რომელიც თბილისის ზღვის გასწვრივაა გაშენებული, 800 სახეობის ხემცენარე ხარობდა. თუმცა 2006 წლის შემდეგ პარკი აღარ ფუნქციონირებს. დავით ნარმანიას მერად არჩევის შემდეგ დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაცია დაიგეგმა. რეაბილიტაციის პროექტი თბილისის ბოტანიკურმა ბაღმა მოამზადა და მისი ბიუჯეტი 326,000 ლარს შეადგენდა. პროექტის განხორციელება 5 წელზე იყო გათვლილი და სპეციალურად შერჩეული ხის ჯიშების დარგვის გარდა ინფრასტრუქტურული ელემენტებიც იყო ჩართული, მათ შორის მედიათეკა, მოსასვენებელი ფანჩატურები, საცხენოსნო და ველობილიკები. გაცილებები ერთი ენერგიდან მეორე ენერგამდე 2 მეტრი უნდა. თუმცა ბოტანიკური ბაღის ყოფილი დირექტორის ნინო გოცაძის განმარტებით თბილისის მერიამ რეაბილიტაციის პირობები მილიონი ხის პროექტით დაარღვია. დაიწყო აქ ორმოების ამოღება და ჩვენთან შეთანხმების გარეშე მოხდა ეს ყველაფერი, მანამდე დაიწყეს უკვე მოსამზადებელი სამუშაოები რგვებისთვის. მე არაერთხელ ვთხოვე ამასთან დაკავშირებით, რომ ერთი კვირა და 2 კვირა მოეცადეთ, რომ არ დარღვეულიყო პროექტის პირობები. იმიტომ რომ თუ პროექტის მიხედვით უნდა მოხდეს დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაცია, მაშინ პროექტში გათვალისწინებული საფეხურები უნდა იყოს დაცული. ეს სამწუხაროდ გამხმარი არის და ამას ჩანაცვლება ჭირდება აუცილებლად. დენდროლოგიურ პარკში დარგული ხეების კვიპაროსების ნაწილი ჩვენ გამხმარი დაგვხვდა. თუმცა როგორც ნინო გოცაძე აცხადებს, ასეთ შედეგს ელოდა კიდეც, რადგან დარგვის პროცესი ტექნიკურად გაუმართავი იყო. ტექნიკური პრობლემები დაასახელეს მიზეზად, რომ ის საბურღი მანქანები, რომელიც ორმოებს იღებდნენ, არ არის შესაბამისი დიამეტრის ორმოების, ვერ ხდება იმ მანქანებით შესაბამისი დიამეტრის ორმოების ამოღება და ამდენად მაშინ თითოეული ორმოს ხელით დამუშავება უნდა მომხდარიყო და ხელით გაფართოება. თუმცა მე ვფიქრობ, როდესაც ესეთი გრანდიოზული პროექტი ხორციელდება, იქ ხელით დამუშავებაც უნდა მოხდეს და მაქსიმალურად უნდა დაიხარჯოს ის რესურსი, რაც საჭიროა შედეგის მისაღებად. საბოლოო ჯამში მივიღეთ ის, რომ სამწუხაროდ, რაც ძალიან გულდასაწყვეტია ჩემთვისაც და ალბათ ყველასთვის, ვინც ამ სურათს დაინახავს, შედეგი ძალიან სავალალოა და მტკივნეულა. სიტყვაზე რო ვთქვა და ყველა ამ ენერგმა რო გაიხაროს, ეს დენდროლოგიური პარკი კი არა, უღრანი ტყე იქნება, თუმცა ეს რჩება სტეპად, იმიტომ რომ აქ დარგვებისას უფრო მეტი დააზიანეს, ვიდრე გააკეთეს ამ ტრაქტორის სიარულით, თვითონ აღარსაც შეუშალეს ამოსვლაში ხელი და არ ვარ გამიწაში ესეთი უხეშჩარევა. გარდა ხეების დასარგავად შერჩეული ადგილებისა, გარემოსდამცველების კრიტიკა დარგული ენერგების ზომამაც დაიმსახურა. ურბანული გამწვანებისთვის, იმიტომ რომ ის ეფექტი მივიღოთ, რაც გვინდა, ხო, ეს არის ჭრილი, ქარისგან დაცვა, სანიაღვრე ფუნქცია და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს თუ ჭირდება დიდი ხე. ხილგაზდას ისედაც დიდი დრო ჭირდება და მით უმეტეს ამიტომ არის ხოლმე რომ თუ ავიღებთ ევროპული ქალაქების საუკეთესო პრაქტიკას, როდესაც ქალაქის ქუჩაში ირგვება ხე, ის უკვე არის ხოლმე 2-3, ზოგჯერ 4 მეტრის სიმაღლის, იმიტომ რომ მალე გვაძლევს ეს ხე უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ 10 წელიწადში მიაღწევს იმ ზომას, რომ სერიოზული ეფექტი მოგვწევს. მენეჯმენტი არ არის საერთოდ არანაირი მოსახლეობის პატივისცემა, ფულის პატივისცემა, სტრატეგია, პროფესიონალიზმი, ეს არის უბრალოდ არ ვიცი რა, მაიმუნობა. მერიის მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციით 2014 წლიდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით ხეების შესაძენად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1,853,398 ლარია დახარჯული. ამათ მიზნად დაისახეს, რომ თვითონ ერგში ვერ გადაიხდიდნენ რაღაცა 2-3 თუ 5 ლარზე მეც. შესაბამისად სატენდერო დავალება დაიწერა ისეთი, რომ ძალიან რეალურად შემოთავაზებული იყო უხარისხო ქალაქისთვის შეუსაბამო ენერგები. თბილისის მერი დავით ნარმანია არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას ასე პასუხობს. მე ძალიან კარგად ვიცი თბილისის ისტორია, როცა თავის დროზე თბილისის შემოგარენში ძალიან ბევრი რამდენიმე მილიონი ხე დაირგო, როცა მასიური გამწვანების ღონისძიებები მიმდინარეობს, ესეთ შემთხვევაში შედარებით უფრო მცირე ზომის ხეები ირგვება და შესაბამისად მისი გახარების მაჩვენებელი, სადაც რწყვა შეუძლებელია და ასე ვთქვათ, ყველა ხის ინდივიდუალურად მოვლა, ესეთ შემთხვევაში პატარა ხეების გახარების მაჩვენებელი გაცილებით უფრო დიდია ვიდრე დიდი ხეებისა.
სცენობრების სიმაღლე რო განსხვავებულია, აი წეღან რასაც გეუბნეო. არასამთავრობო ორგანიზაცია მწვანე ალტერნატივის წარმომადგენელი ირაკლი მოჭარაშვილი თბილისის მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის მიზეზებზე გვესაუბრება. მისი თქმით, მილიონი ხის პროექტის ეფექტი მინიმალურია. ვაკეში, ვერაზე, სოლოლაკში სარეკრეაციო ზონის ადგილას წამოჭიმული კორპუსების კომპენსაცია არ არის თბილისის ზღვაზე გაშენებული დენდროპარკი იმისი საპირწონე. არ არის იმის საპირწონე, თუნდაც იმიტომ, რომ ადამიანი თავისი საცხოვრებელი სახლიდან 5 წუთი ფეხით წავალი მანძილზე უნდა ქონდეს საშუალება, რომ მოისვენოს და დაჯდეს რაღაც ბუნებრივ გარემოში. მილიონმა ხემ უკლებლივ ყველამ რო გაიხაროს, ხო? არც ერთი კვადრატული მეტრი სარეკრეაციო ზონა არ ემატება თბილისს. მართლაც მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ნათლად ჩანს, რომ დიდი ნაწილი 4720 ნერგი თბილისის ზღვის შემოგარენში, დენდროლოგიურ პარკში და მის მოპირდაპირე მხარეს, მთის ფერდობზეა დარგული, რაც იმას ნიშნავს, რომ თბილისის სხვა ტერიტორიებზე ჯამში 79943 ხეა დარგული. ძალიან დაშორებულია დასახლებული პუნქტებისგან და გაუგებარია ვისთვის მწვანდება ის ტერიტორია, როდესაც გარშემო ახლომახლო არავინ არ ცხოვრობს და ვერავინ ვერ ისარგებლებს ამ გამწვანებული ტერიტორიით. ურბანული გამწვანება არ არის ბუნებრივი ტყე, რომელიც ეკოსისტემის ნაწილია და თავისთავად ფასეულია. ურბანული გამწვანება კეთდება ადამიანებისთვის, ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის. შესაბამისად, სადღაც ქალაქგარეთ ტრიალმინდორში ხეების დარგვას, რა თქმა უნდა, ხა შეუზღუდავი რესურსები რო გქონდეს და ძალიან ბევრი ფული, რატომაც არა ის ტერიტორიაც გავამწვანოთ, მაგრამ როდესაც ქალაქში დასახლებულ ტერიტორიებზე გვაქვს გამწვანების პრობლემა, რატომ ხარჯავთ ამ ხელა თანხებს დაუსახლებელი ტერიტორიების, ქალაქის ბიუჯეტიდან დაუსახლებელი ტერიტორიების გამწვანებას. თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში ხეების დასარგავი ადგილი უბრალოდ არ მოიძებნა. კერძო ნაწილი რაც უკვე გაყიდულია და ძალიან ბევრი გაყიდა ჩვენმა წინამორბედებმა, ესეც ყველასთვის ცნობილია, კერძო ნაწილში ჩვენ ხეების დარგვის საშუალება არ გვაქვს. პირველი ეს იყო საბავშვო ბაღების და სკოლების ეზოები, სადაც უშუალოდ თვითონ ბავშვების მონაწილეობით ხდებოდა გამწვანება და ბავშვები ამავდროულად სწავლობენ ხეების რგვის და მათი მოლაპატრონობის წესებს. ჩვენ თბილისის ცენტრალურ უბნებში ის ადგილები მოვინახულეთ, რომელსაც დავით ნარმანია აღწერს. მილიონი ხის პროექტის ფარგლებში ხეები საჯარო სკოლების და სახელმწიფო კანცელარიის ეზოებში დაიგო. თბილისის რეკრეაციულ ზონებში დაშვებული მშენებლობები, არასწორად დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები და ასევე ბოლო დროს გავრცელებული ხეების დაავადება. ეს ის მიზეზებია, რაც მწვანე ნარგავებს ანადგურებს. ექსპერტთა შეფასებით, დღეისათვის თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობა კრიტიკულია. ჯანდაცვის მსოფლიო საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ დადგენილი არის, რომ ერთ მოქალაქეზე უნდა იყოს გამწვანებული ტერიტორიის 50 კვადრატული მეტრი. იცით თბილისში რამდენია? 4.6. ანუ 10-ჯერ ნაკლები არის ჯანდაცვის მსოფლიო სტანდარტებთან შედარებით. და უფრო უკეთეს გეტყვით კიდევ, საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული მინიმუმი არის 11 კვადრატული მეტრი. მინიმუმზეც კი 2.5-ჯერ ნაკლებია თბილისში ერთსულ მოსახლეზე გამწვანებული ტერიტორიის ფართობი. რო გადახედავ მწვანე რაც არის ქალაქში, ეს არის სასაფლაოები. კუკიის სასაფლაო, საბურთალოს სასაფლაო, ვაკის ძველი სასაფლაო, ზედა ვერის სასაფლაო და მორჩა. სიამდვილეში რაც მწვანე იყო, უკვე გაჩეხილი აქვს და იქ კორპუსია წამოჭიმული და ჩვენ ვხედავთ რაღაც ბეტონის ჯუნგლებს და ბეტონის გეტოებს და მეც არაფერს. საუბრობდნენ ჩამოვიტანე, რამდენი წლის უკვე, იცი? 10 წლის უკვე. ასევე არ გამართლდა გარემოს დამცველების მოლოდინი, რომ მილიონი ხის პროექტი ადგილობრივი სანერგე მეურნეობების ბიზნესის განვითარებას ხელს შეუწყობდა, რადგან ჯერ კიდევ არ არსებობს გრძელვადიანი გეგმა, თუ რა ჯიშის ხეების ყიდვას გადაწყვეტს მომავალში ამ ბაზარზე ყველაზე დიდი შემწყიდველი თბილისის მერია. რა თქმა უნდა, გრძელვადიანი დაგეგმვის არსებობის პირობებში სანერგე მეურნეობებსაც გაუადვილდებოდათ მუშაობა, თუმცა ეცოდინებათ, რომ ქალაქი მომდევნო 10-15 წლის მანძილზე გეგმავს ამდენი ხის ამ და ამ სახეობის ხეების შესყიდვას, მათაც გაუადვილდებათ დაგეგმვა. მილიონი ხის
ფარგლებში ნერგების ყველაზე მსხვილი მომწოდებელი გარემოს დაცვის სამინისტროს სიპი, ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობა აღმოჩნდა. მერიამ ამ სანერგისგან ჯამში 351.770 ნერგი შეიძინა და მასში 385.375 ლარი გადაიხადა. ანუ ერთი ნერგი დაახლოებით 1 ლარად იყიდა. შატი, აკაცია თეთრი, იფანი, ამდენადაც მახსოვს, ნუში, ქართული მუხა, საპნისხე, თრიმლი. ეს ძირითადად არის ქსეროფიტული, ანუ გვალვაგამძლე სახეობები. როგორც ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობის დირექტორი რევაზ ბეჟაშვილი სტუდია მონიტორთან საუბარში აცხადებს, მის საწარმოს ამ ეტაპზე კონკურენტი არ ჰყავს. ვინაიდან მთელი 10 წლის განმავლობაში მეტი თუ არა ნერგწარმოება საქართველოს სათანადოდ არ მიმდინარეობდა, ბუნებრივია, რომ ნერგების დიდი არჩევანი ქვეყანაში არ იყო. 4 მსხვილი სანერგე იყო ქვეყანაში, 3 იქიდან აღარ არსებობს, არ ვიცი მათი ბედი ზუსტად. მეოთხე ეს არის, შესაბამისად, ამას ჰქონდა ნერგები, ქსეროფიტული ტიპის სახეობების, არა დეკორატიული, თქვა და არა შემოტანილი. შემოგვაქვს ზოგიერთ იტალიიდან, თურქეთიდან, პოლონეთიდან, რგავენ მიწაში ეწელი აჩვევენ და თქვა აგუებენ გარემო პირობებს, მე ყიდიან. ეს ნერგები შედარებით ძვირია, რა თქმა უნდა. თან უმეტეს შემთხვევაში ეს აქცენტი, თავისუფალი ბაზარი აქცენტს აკეთებს მარაწვანე სახეობებზე, უფრო დეკორატიულზე. ესეთი კლასიკური ქსეროფიტები არ იყო ნერგწარმოება სათანადო დონეზე და შესაბამისად ნერგების გარკვეული დეფიციტი რა თქმა უნდა არსებობს. დაუგეგმავი პოლიტიკური დაპირების ნაჩქარევად შესრულება, ასე უწოდებენ გარემოს დამცველები მილიონი ხის პროექტს. მილიონი ხის შემთხვევაში ცხადია, რომ არავით არის სერიოზული ანალიზი არ ჩატარებულა. ეს პროექტი უბრალოდ მთლიანად ემყარება თბილისის დღევანდელი მერის წინასაარჩევნო დაპირებას, რომ დარგავდა მილიონ ხეს, რაც თავის მხრივ ცხადია, რომ არავით არ კონკრეტულ გათვლებს არ ემყარებოდა, უბრალოდ რიცხვი იქნა, რომელიც ლამაზად ჟღერს გამოითქვა და აი ამის მიხედვით მე მოერგო მთლიანად ეკოლოგიის და გამწვანების სამსახური ამ წინასაარჩევნო დაპირებას. რეალურად ეს რომ ყოფილიყო დაპირება, რომ მილიონი ხე თბილისში დაერგვება არა მხოლოდ კონკრეტული მერის ერთ საარჩევნო ვალდაში, არამედ სიტყვაზე მომდევნო 2-3 წლების მანძილზე, რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა მეტნაკლებად რეალისტური მიზანი. რაღაც ტერიტორიის განაშენიანება, განსაკუთრებით ტყის კულტურებით, წინასწარ აუცილებელი არის განაშენიანების გეგმის შედგენა, სადაც ზუსტად იქნება განსაზღვრული რა ფართობზე, რა სახეობები უნდა დაირგას, როგორი დაცილებით, რა კულტურები, რა ასაკის და ასე შემდეგ. ანუ დეტალურად არის ყველაფერი ეს კანონით გაწერილი. და ამ 300.000 ძირის დარგვის შემთხვევაში რამდენად იყო წინასწარ პროექტები შედგენილი, ეგ ინფორმაცია თქვენ თვითონ მოიპოვეთ და ნახეთ, მე ვერ გეტყვით. ჩვენ დავინტერესდით, რა სახით არსებობდა პროექტი, რომელზეც ბიუჯეტიდან მილიონობით ლარი იხარჯება და თბილისის მერიას მიუმართეთ. პასუხიც მივიღეთ, მილიონი ხის პროექტი არ არსებობს, რასაც თბილისის მერი დავით ნარმანიაც ადასტურებს. მილიონი ხის პროექტი არსებობს კონკრეტულად გაანგარიშებების სახით, ანუ რა ფართობია საჭირო გამწვანებისთვის და უფრო მეტად კონცეფციის სახე აქვს ამას, რაც შეეხება იმას თუ რა ჯიშები უნდა დაერგოს და კონკრეტულად რა ტერიტორიაზე უნდა დაერგოს, ეს განისაზღვრება ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურის მიერ ყოველი სეზონის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე. ანუ სრულყოფილი რაც პროექტ ჭირდება ყველაფერია. ძირითადი კომპონენტები არის. ძირითადი კომპონენტები, რომელზეც დავით ნარმანია საუბრობს, ბოტანიკის ინსტიტუტის და ეროვნული ბოტანიკური ბაღის მიერ გაცემული რეკომენდაციებია. ნინო გოცაძე რეკომენდაციის გაცემის მომენტში ბოტანიკური ბაღის დირექტორი იყო. როგორც ის იხსენებს გამწვანების სამსახური, მათ თბილისის ზღვის მიმდებარედ 240 ჰექტარი ფართობის კლიმატური პირობების და ნიადაგის შესწავლას 3 დღეში სთხოვდა. ანუ ფაქტიურად გთხოვდა პროექტის გაკეთებას. და ნიადაგური პირობების შესწავლას, კლიმატური პირობების შესწავლას ფინანსები ჭირდება, იმიტომ რომ ჩვენ არა გვაქვს ლაბორატორია, ჩვენ უნდა მიგვემართა შესაბამისი ლაბორატორიებისთვის და უნდა მოგვეთხოვა მაგათგან ინფორმაცია და თან 3 დღეში უნდა ეს ინფორმაცია და ხო ამ 3 დღეში ფიზიკურად ამას ვერ გავაკეთებდით. არის სავარაუდო ჩამონათვალი სახეობების, ისიც რაც გავაკეთეთ 1 დღეში. ეს უცებ რაც ანუ ესე ვთქვათ, ხელთ უცებ რაც მოგხვდა ლიტერატურა
რომ თბილისში რა სახეობები იყო გაშენებული, უცებ-უცებ რაც ამოვყარეთ. შალვა სიხარულიძე ბოტანიკის ინსტიტუტის დირექტორია. თბილისის მერია მილიონი ხის პროექტის განხორციელებისას მისი ინსტიტუტის მიერ გაცემულ რეკომენდაციასაც ეყრდნობა. თუმცა შალვა სიხარულიძის განმარტებით ქალაქში დასარგავი ხეების სახეობების განსაზღვრა მათ კომპეტენციაში არ შედის. ჩვენ ვართ კომპეტენტურები ბუნებრივ მცენარეულობაზე, ანუ ბუნებრივ ტყეებზე. ჩვენ არა ვართ კომპეტენტური, თქვა ჩვენ ვერ მივცემთ რეკომენდაციებს დეკორატიულ მცენარეებზე. მაგალითად, უშუალოდ ქალაქ თბილისის გამწვანებას რაც ეხება, სადაც შეიძლება იყოს გამოყენებული ბევრი არაადგილობრივი სახეობა, დეკორატიული სახეობა, თუნდაც შემოტანილი სხვა ქვეყნიდან, სხვა კლიმატური პირობებიდან. აი ამაზე ჩვენ ნამდვილად ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გავუწევთ მერიას და ვერც ერთ სხვა დაწესებულებას. რეკომენდაცია მხოლოდ თბილისის ზღვას, დენდროლოგიურ პარკს და ვაკე საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე დასარგავი ხეების სახეობებს მოიცავდა. თუ როგორც შეარჩიეს დედაქალაქის სხვა უბნებისთვის ხეები, ამის გარკვევას ჩვენ გამწვანების სამსახურის წარმომადგენელთან შევეცადეთ. ჩვენ მოგეცით, რაც გქონდათ რეკომენდაციები ამ თაობას. ამის თაობას. და არ არის საკმარისი. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც გარემოს დამცველები მილიონ ხეს წარუმატებელ პროექტად მიიჩნევენ, სარწყავი სისტემის გაუმართაობაა. მორწყვა საკმაოდ ძვირი არის. თბილისში თქვენ იცით, რომ ტექნიკური წყალი არ არსებობს, ამიტომ მათ სასმელი წყალი კომერციული ფასით უნდა შეისყიდონ ჯორჯერ ვოთერ ფაუერისგან და მე მორწყანეს ნერგები. მორწყვაც ესე მარტივი არ არის, ხო, ყველა დარგულ ხესთან მილი არ მიდის წყლის. ანუ მინდა მიიტანონ ცისტერნით, იმ ცისტერნით მიიტანას თავისი ხარჯი აქვს, ბენზინი, მუშა და ასე შემდეგ. ეს ხარჯები არსად არ არის გაწერილი და არ ჩანს. ეს ნიშნავს, რომ ეს პროექტი, ეს დარგული ნერგებიც განწირული არის გახმობისათვის. არადა ექსპერტების აზრით, დარგული ხეების მორწყვა აუცილებელი იყო. ნერგს უნდა სათანადო მორწყვა, განსაკუთრებით თავისი გადარგვიდან პირველი 2 წლის განმავლობაში. ხა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი კლიმატის ცვლილება, მე მარტო გლობალურ ცვლილებაზე არ ვსაუბრობ, ჩვენ გვაქვს ციკლური ცვლილება, რომელიც საქართველოს შესამჩნევია. შესაბამისად, ნერგს სათანადო მორწყვა ეს არის უკვე უფრო მეტი ინტენსივობით რწყვა. ჩვენ გვჭირდება უკვე მთელ სოფლიოში გამოყენებული თავის დროზე ისრაელში გამოგონილი წვეთოვანი სარწყავი სისტემები. ეგ არის აუცილებელი. ეს არის ძალიან მარტივი, არაფერი სირთულე ამაში არ არის. გასულ წელს ეროვნული სატყეო სანერგე მეურნეობიდან შესყიდული 350.000 ხის დარგვასა და მორწყვაზე პასუხისმგებლობა თბილისის მერიამ აიღო, რისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან 579.000 ლარის გამოიყო. დავით ნარმანია სტუდია მონიტორთან საუბარში აღნიშნავს, რომ მათი სამსახური ხეების მხოლოდ ნაწილის მორწყვას უზრუნველყოფდა. დაახლოებით 9-ზე მეტი ეწყვებოდა. სადაც ტექნიკა შესაძლოა მივიდეს თბილისის მერიის შესაბამისი სამსახური რწყავს ჩვენ 5 ერთეული სარწყავი მანქანა გვყავს ჩვენს ბალანსზე, რომლითაც ხდება დარგული ხეების მორწყვა. დაახლოებით 1500 ნერგამდე არის ამ ლოკაციაზე. აქ მეორე ფერდობზე და შუა გამყოფ ზოლში. არის კედარი და აკაკის ნერგები. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის წარმომადგენელი ბესარიონ მამალაძე იმ ადგილებს გვათვალიერებინებს, სადაც მისი თქმით ნერგების უმეტესობამ გაიხარა. იმაროსები საკმაოდ კარგად არის გახარებული. აი ნაყოფსაც იძლევა უკვე. აღმაშენებლის ხეივანი, თემქის დასახლება, მემორიალის მიმდებარე ტერიტორია, დენდროლოგიური პარკის ნაწილი. ეს ის ადგილებია, სადაც მერიის მონაცემებით დარგული ხეების 60% გახარებულია. ძალიან კარგია, რომ ტერიტორია მწვანდება. მთავარი ეგ არის. ძალიან კარგია, რომ თბილისის ტერიტორია მწვანდება. ჰაერი როგორ ჭირდება ვერის მაცხოვრებელს, ისე ჭირდება თემქის მაცხოვრებელს, ხო? ეს ჰაერი მიდის ყველგან. თუ ჩვენ არ გექნება ხელმძღვანელოები, რაც შეიძლება მეტი, ქალაქში იქნება აუტანელი მდგომარეობა.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, მილიონი ხის პროექტი 2016 წელსაც გაგრძელდება. წელს ამ პროექტისთვის 900.000 ლარია გათვალისწინებული. მერია ამ თანხით კიდევ 200.000-მდე ხის დარგვას გეგმავს.